11 ივლისი გათენდა დღეს და უკვე ფაქტიურად ღარდება 7 საათია. მე ვიმყოფები თბილისში. თქვენ უყურებთ ჩვენს vlogs, რომელიც ჩემს დაბადების დღეზე მოგითხრობთ. მე ვარ ანა. 24 წლის 3 დღეში ხდები 25 წლის. მართლა ამჯერა ამ ხელა რომ ვარ. თითქოს გუშინ დავიბადე, მაგრამ კი გასულა 25 წელი. ცოტა რამ ჩემს შესახებ მინდა მოგიყვეთ, სანამ დაბადების დღე, გართობა და ამბები დაიწყება. ჩემი ცხოვრება სხვადასხვა ბევრი ისტორიას იტევს უკვე, მაგრამ თავიდან რაც მახსოვს, როგორც მეუბნებიან, დავიბადე 2000 წელს. თურმე იმ წელს ამბობდნენ, რომ საყვარო მთავრდებაო, რაღაცები იყო მთელი ამბები, თურმე მე ვიბადებოდი. ესე მოვევლინე ამ ქვეყანას. და ძალიან ცხელოდა. ეს ვიცი დედაჩემის და ბებოს მონაყოლიდან, რომ ძალიან სიცხე იყო იმ საფულში, და სხვადასხვა ახლოსწელია სიცხეა. სიცხის ადამიანი უნდა ვიყო წესით. ანუ სიცხეში დაბადებული ადამიანი ვარ, მაგრამ არ მიყვარს სიცხე. მაგრად მაწუხებს სიცხე რა. სიამოვნებას ვერ მიყვარს სიცხისგან. არც იცი არ მიყვარს დიდად. უფრო სექტემბრის, ოქტომბრის ადამიანი ვარ რა. გარდამავალი შემოდგომის ამინდების ადამიანი ვარ, მაგრამ სიცხე მაინც ჩემ დაბადების დღესთან ასოცირდება. მთელი ბავშვობა ისე გავატარე, რომ გაგანია ივლისში მქონდა დაბადების დღე. სკოლის პერიოდში ვერავინ მოდიოდა ჩემ დაბადების დღეზე და ძირითადად ვიხდიდი დაბადების დღეს ქუთაისში, იმ ქალაქში, სადაც დავიბადე. ეს უკვე ალბათ ჩვენს მაყურებლებს გეცოდინებათ. და საერთოდ ჩემი დაბადების დღე ყოველთვის ქუთაისთან ასოცირდებოდა დაახლოებით 18 წლის ჩათვლით. გამომდინარე იქიდან, რომ ვიყავი სტუდენტი 18 წლის შემდეგ, ყოველთვის დაბადების დღეს ვხდებოდი თბილისში. და ახლა სტუდენტი აღარ ვარ, უკვე 3 წელია, მაგრამ მაინც თბილისში ვარ. ძალიან გულწრფელი ვლოგი არის ეს და პატარა ჩანართი. სკოლის პერიოდში, სკოლა რაც დავამთავრე, არც ისე ბევრი მეგობარი მყავდა, ვაღიარებ და საერთოდ არ ვარ ისეთი ადამიანი, ვისაც 400.000 მეგობარი ყავს, მართლა ეგზეა. მაგრამ ჩემს ყოველთვის ხარისხს ჰქონდა მნიშვნელობა, ჩემთვის ყოველთვის მთავარი იყო ისეთ ადამიანს შევხვედროდი და ადამიანებს, რომელსაც მე მეგობრება დავირჩევდი, ცხოვრება ამერჩევინებდა და ღირსები იქნებოდნენ, რომ ისინი ჩემი მეგობრები ყოფილიყვნენ და მე ვიქნებოდი ღირსი, რომ მათი მეგობარი ყოფილიყო. საბედნიეროდ მას შემდეგ რაც სკოლა დავამთავრე და ასე ვთქვათ სკოლის ჩარჩოებს გავწვდი და დამოუკიდებელ ცხოვრებაში შევაბიჯე, მე თვითონ გავიჩინე ის მეგობრები და გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ის ადამიანები, რომლებიც დღეს ჩემი მეგობრები არიან. სკოლას ამთავრეთ, ან ახლა ხართ იმ ასაკში, რომ 18-19 წლის ხართ, 17 წლის ხართ, თინეიჯერობას უტევთ თუ ის გიტევთ და არ ყავთ მეგობრები, არ იდარდოთ, მართლა არ იდარდოთ, იმიტომ რომ თვითონ შეგახვედრებთ ცხოვრება, ყველაფერი წინ არის და თქვენ თვითონ ნახავთ, რამდენად შეიცვლება თქვენი ყოველდღიურობა. მე ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით, რომ არ მიაქციოთ ყურადღება რა, თქვენი საქმე აკეთეთ, აბიტურიენტი ხართ, ისწავლეთ, ჩააბარეთ, იქ გაიცნობთ, ეზოში გაიცნობთ, მაღაზიაში შეგხვდებათ, სამსახურში გაიცნობთ და მიხვდებით, რომ ტყუილად ნერვიულობდით რა, ეს არის იმ ასაკის ფიქრები. ვინც შემერეთ იყავით იმედ გეუბნებით, რომ შეიძლება ბევრია ვისაც ძალიან ბევრი მეგობარი ყავს, რომელიც დამჯერეთ წლებთან ერთად ნამდვილად გაიცხრილებიან. ხო და მე დღეს დაბადების დღეს ჩემს მეგობრებთან ერთად აღვნიშნავ. მაგრამ მანამდე 12 საათს ხომ უნდა შევხვდე წინადღეს 17-ში. და რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახის წევრებთან ერთად მე საოცრებად გაჩვენებთ. დაუბრუნდები მალე. საფარა შვები, აბა როგორ ხარ? კარგად. ახლა საერთოდ ჩემი შვილი დაიბადა მამის. ახლა საერთოდ არა, დილით 12:00-ზე დაიბადა, მაგრამ უკვე დგება. კარგი და შენ რას ფიქრობ შენ შვილზე, როგორი შვილია? გამოდგა? კაი გოგოა. კაი, კამერის გამომეორებით ის? მადლობა დე, რო გამაჩ. კიდევ კარგი შენ გაჩვით. ბებო, რატო გიყვარ ვარ თქვი ერთი წინადადებით? რატო მიყვარხარ? ხო. ცოტა ახლოს.
შეიძლება ეს კითხვა დაუსვა ადამიანს, რომელიც მთელი სიცოცხლე გიყვარს, მართლა. ან კაი გოგო ვარ თუ რატო? ჩემთვის ძალიან კარგი ხარ და ისედაც კარგი ხარ. შესანიშნავია. აი, მომილოცი აბა სადღეგრძელო დაბადებისთან. როცა ვბებო დაბადების დღეს 25 წელია ვახარებ, სიცოცხლეს ვმატებ, ვაბედნიერებ. ძალიან კარგი გოგო ხარ. და ესეთი კარგი იყავის სულ. მრავალი დაბადების დღე გეზეიმოს, ჯანმრთელად, ბედნიერად, წარმატებულად. აი ბებო. გვიყვარ ხარ მეც, ბაბუკასაც. ყველას. მადლობა ბებო. გენაცვალეს ბებო. ეს ჩემი ბებოა, ყველა საყვარელი ბებოა მთელ მსოფლიოში. ანახევარ საათში 25 წუთში დიდი გოგო ვარ. ვიცომ ეხლა ხარ მაგრამ აი ეს ჩემო ბიჭმა ანდრიამ ეს მოვოდნოთ ხინკლის სურნელი მოვიდა და ხინკალი მინდა და ნახავ თუ შეჭამს. შეჭამ ხინკალს? არა. დადეთ ფსონები რამდენ შეჭამს ანდრია? მე არ ჯერ ჩემი რა ჩემი არის მე შეჭამ ან 5 ან 4 რა. აჰა. თუ კუჭი გადავიტვირთე 6 რა. და უკვე ერთი ნამცხვარი ნაჭამი რო გაქვს? ხო, ნუ რთულია რა. ცხოვრება რთული არ ასე და. კარგი, ხო შევჩერდებით და ხინკლის შემდეგ დაგიბრუნდებით. Happy birthday to you. Happy birthday to you. Happy birthday, dear Hannah. Happy birthday to you. გაკეთდა ჩემი დაბადების დღე. გუში მაგრამ დავივხეთ. მოვიარეთ კაფეები. აქეთ ვიახტური. ღამის 12-ზე ხინკალი ვჭამეთ. შემოკლეთ კაბაში, მაგრამ შეეჭერეთ. ამას მის მერე ნერვი ვფრო დღეს კაბაში ცოტა არ იყოს. გაგვიჭირდება. მაგარი სიცხეა თბილისში. დაახლოებით 34-35 გრადუსია, გარეთ ვითომ ქარია, მაგრამ ვაი ამ ქარს ჩვენ სპონსორებს მიმართავ რა. ეს ამოჭერი. ჩვენი არა, პირველ რიგში თუ გინდა თუ ჩვენი არხი განვითარდეს, გვაჩუქეთ კონდიციონერი. ერთი სიტყვის მითხარი, აი შენ ჩვენთან ერთად ყველაზე კარგი მოგონება რა გაქვს? აი რა გადაგხვდენია მე და შენ აბა გაიხსენე. ის რაჭაში ვარ 2021 თუ 22 წელია. საფულიანი და დაფული ჩავდივარ რაჭაში და ანუ არის მოკლედ ჩიტი რო ჩამოვარდა. ხო, ჩიტი ჩამოვარდა ჩიტი. ანუ შეეჯახა რა ჩვენ კორპუსს. შენებლობას? შენობას. რავი რა. ხეს შეეჯახა მე. არა, ჩვენი მა შეეტაკა. ასახ? ხო, ჩვენ სახს შეეტაკა რაჭაში და ჩამოვარდა მე ტრიალებდა, ვეღარ ფინდებოდა და ჩავშვით კონტეინერში რაღაცა ვეხმარებოდა წყალი დავანებეთ, ვაჭამეთ რაღაცა, მე სიცხლე მოსდიოდა, უცხოდ გაიცალა ამ სიცხლეს და მოხია რა. მე ხო და მე ვგაფრე. არა, მე ვგაფრენინა. ხო და მე მეორე დროს ჭიჭიკების მეტი არაფერი არ შევა. ხო, მოვარეთ მოკლედ ბავშვებმა ვინც ვიყავით იქ ყველა ტაისონმა გადააჩინა. ეს და აღინიშნა წყალებში. ტაისონმა გადააჩინა. აი ესე გვიყვარს ჩვენ ცხოველები, ფრინველები, ადამიანები ყველანი. ორი საქმე მაქვს დღეს მე ხა გაპრანჭული გოგოც არა ვარ ისეთი ხო ხვდებით რაღაცა სასწაულებს რო იკეთებენ მაგრამ ცოტა მოწესრიგება გჭირდება აქეთური იქეთური. მე ჩემ მეგობრებმა იციან რომ ძალიან არაპუნქტუალური ადამიანი ვარ. ყველგან ვაგვიანებდი, მაგრამ ბოლო პერიოდში ძალიან გამოსწორებული ვარ. არსად აღარ ვაგვიანებ. 6 საათზე უნდა გავიდე სახლიდან. ახლა არის 3:10 წუთი. ჩემი TikTok არხი გამოიწერეთ. ხო, დავარეკლამოთ. დავარეკლამეთ. მიხაი რა ქვია? შეატრიალო. მონტაჟით რა საქა მოვიყვან ანდრიას. ლინკი ჩააგდა იმაში. რა კი, აი ესე დავარეკლამეთ. ეს არის მათხოვ. და რა მე აქეთ ახალი ვიდეო დავდე. ეს არის აკ11. აი აკ11 დიდესოეთ რა.
ხო 8K ენდრიუ წერტილი 11 წერტილი ერიც გთხოვ დამახვილოთ და აქ ანდრიადებს ძალიან მაგარი ედიტებს და სხვადასხვა ჩემი საყვარელი ფეხბურთელი წარსულში იყო ნეიმარი და ნეიმარზე გავაკეთე და ნეიმარზე აქვს ორი კლიპი გავაკეთე რა ხო და ვისაც ჩემს არის მოგწონდათ ნეიმარი ადრე აუცილებლად ფერი ხა დაგემშვიდობებით მალე იმიტომ რომ ბევრი საქმეები მაქვს ძალიან ბევრი გოგოშკური რაღაცეები მაქვს გასაგები ხო და აი მალე დავბრუნდებით მე იქ უკვე ანდრია არ იქნება ჩემ დაბადების დღეზე დღეს მაგრამ გუში ხო კარგად გავერთოთ იმიტომ თვითონ მეუბნება თორე მე ვპატიჟებ თვითონ მეუბნება რომ ვერ გავერთობიო შენ მეგობრებთანო და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ დააფოლოვეთ ანდია TikTok-ზე და მე მგონი YouTube-ზე იქნება მე როცა მოუნდება და TikTok-ზე დავაფოლოვოთ ჯერ ძალიან მაგარი ედიტებს აკეთებს და გავაგრძელოთ ჩემი დაბადების დღე სულ ცოტა ხანში კარგად მანცადი გოგო მაჭობი ჯეის გავაჩინე რას ისმის გარუჩ გილოცავ დაბადების დღეს ჩემო ლამაზო მკეთილო და ძალიან მსურნელო მეგობარო როგორი ფერადი შენ ხარ ისეთი ფერად ცხოვრებას გისურვებ ბედნიერებებით და წარმატებებით სავსე დღეები ქონოდა სულ მიყვარხარ გილოცავ დაბადების დღეს პირველ რიგში მინდა იყო ძალიან ბედნიერი ჭკვიალა და არ ვიცი ბედნიერი წლები ქონდეს ყოველთვის არ ვიცი მინდა გისურვო ყველაფერი საუკეთესო ხო და რაც შეეხება გაცნობას ფიქრობდი რამდენი წელია ვიცნობ თქო და არ მახსოვს მართლა არ მახსოვს რამდენი წელია გიცნობ მაგრამ ის მახსოვს რომ სანამ შეხვდებოდი თანდაც გიცნობდი დიდი ხნით ადრე ხო ეს 3-4 წელია მაგრამ მე მგონია რომ кайხანი პირველი შეხვედრაზე გახსოვს აი კარაოკე პირველი იყო აჭარულები და კარაოკე მაშინ 2 წელი ყოფილა და კიდე ბევრი არ ვიცი ესეთი წელი საგეტარებინოს მადლობა ფერადი ეს როგორ არის ჩემი პირადი ასტროლოგი პროფესიით იურისტი მაგრამ ჩემი მე გავიარებული იყოს მე თქვენ თვითონ არ უყვარს აბრძოლები და არ შეუძლია მაგრამ ყოველთვის ბრძოლები არ შემიძლია ამიტომ დაუქნიე ჩვენ გამოვწეროთ ხარი და უთხარი რომ გამოგვიწერო კიდევ აუცილებლად უნდა გამოიწეროთ მანას ხო იცით მეგობრებო მეტი რა გითხრა გამარხავო დაგესვავო გარუჩ გილოცავ დაბადების დღეს ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ მუდამ ბედნიერი გახარებული მრავალი წინსვლა ბედნიერება და აი ზუსტად ისეთ ფერად ჭყვიალ ბრდღვიალა ცხოვრებას გისურვებ როგორიც ახლა ხარ მიყვარხარ მადლობა ხედავ რა კარგი შეგიძლია ცენა გაძვარითის დუბლი ანანო გილოცავ დაბადების დღეს შენ ხარ ჩემთვის ყველაფერი საუკეთესო მეგობარი და ბიძაშვილი თერი ჩემი ბარად ამიდაშვილი ვარ მე რა კაი როგორც კი ანუ პირველი ადამიანი ვინც მახსოვს ჩემი ცხოვრებიდან არის ანანო იმიტომ რომ ანუ ყოველ დღე ვიღვიძებით გოგლი მოგლის კეთებაში კინგ პრივატაში ვიყავით კინგ ბაღში სულ ანანო იდგა ჩემ გვერდით ანანო არის ყველაზე რამდენი ადამიანი გავიცანი მაგრამ ყველაზე პოზიტიური ადამიანი მაინც შენ ხარ ჩემ ცხოვრებაში და ძალიან მიყვარხარ მოკლედ და გილოცავ დაბადების დღეს და მართლა 125 წელი მომელოცო შენ ბატონა შეჭარჭურთლუნდა შედინა მირა გასახტუნებელი ისიც მაგ ხო იცი რა გაკ გასახტუნებელი ეფექტი და რაღაცა ასე რა ვიყო კარგი ხარ ჩემო ინფლუენსერო მეგობარო გილოცავ დაბადების დღეს მალე 1000 10000 100000 და მილიონი გამოვწერი მომელოცოს ბევრი სპონსორი შემოსულიყოს არხზე მილიონ გამოვწერო ახვალ არ დაგვივიწყო ჩვენ ისევ აქ ვიქნებით გილოცავ დაბადების დღეს ყაჩა მალე ის ყავას ბევრი დაბადების დღე მომელოცოს მადლობა ხედავ ის რა ეხლა ეს ჩემი ხმა დაამუშავე და რამე ცოტა ბოხი დაადე მაისში არის ის ყავა ვიკა ის შემიდგინე პირადი რუკა მერე აუცი აჰა გასაუბრებელია რომ ის ყავა არის ყურა თუმცა არ აუშვებს ყუროებით ძალიან კარგი ადამიანები და YouTube არხები ვართ აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას მადლობა და იქნებ ტყუპები იყოს და არა ყურო და გადავშეთ ძალიან გთხოვ დავასრულოთ ჩაწერა მოკლედ ესენი იყვნენ ჩემი მეგობრები. ზოგს უნდა გამოჩენა, ზოგს არა, ზოგს მე დავაძალე, მაგრამ მე მგონი კარგი ვლოგი გამოდის და გამოგვივიდა. ტორტით დაგიბრუნდებით ძალიან მადლობა.